შენ ვიდეო შენ მოგესალმებით მეგობრებო, ვიმყოფებით რუსთაველის გამზირზე, სადაც დაახლოებით 1 წუთის წინ სპეცრაზმა განაახლა ცრემლსადენი გაზის სროლა. აი ხედავთ თქვენ დიდი რაოდენობით ცრემლსადენ გაზს, რომელსაც ისვრიან და აქ რამდენიმე წამის წინ იფეთქა ფეიერვერკმაც. სპეციალური დანიშნულების რაზმი გარდა უშუალოდ პარლამენტის მიჯნებისა ასევე დგას თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირს შორის და გესმით სიტყვიერი გაფრთხილება. აი გაზი. აი ხედავთ თქვენ და ასევე სპეციალური დანიშნულების რაზმი ჩიტაძის ქუჩაზე. აი და ხედავთ ხალხი გარბის და უფრო მეტი ცრემლსადენი გაზი. აი როგორც უყურებთ. და მინდა გითხრათ რომ ფაქტობრივად შეუძლებელია იმ ადგილას გაჩერება, სადაც უშვებთ ცრემლსადენ გაზს, ეს იწვევს ჰაერის უკმარისობას, ეს იწვევს თვალების წვას. შესაბამისად ხედავთ რომ იმ ადგილებზე სადაც გაზს უშვებენ ყისიერად მოქალაქეები გარბიან სხვა მიმართულებით. აი კიდევ გაზი, აი გაზის კაფსულა. უკან. ოხ შენი. ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, უბრალოდ ძალიან რთულია ახლა აქ გაჩერება. ვინაიდან გამზირი არის ფაქტობრივად გაზში. აი თქვენ ხედავთ, ჩვენ ახლა ვართ ყოფილი რუსთაველის კინოთეატრის მიმდებარედ ტროტუარზე. თქვენ გესმით სროლა ცრემლსადენი გაზის კაფსულების და აი კვამშია, ფაქტობრივად კვამმა მოაწეს ჩვენამდე. შეიძლება მალე შეუძლებელი გახდეს აქ გაჩერება. აი უყურებთ. ფაქტობრივად ყველა მიმართულებით, აი ძალიან რთული არის აქ ყოფნა. ფაქტობრივად რამდენიმე წამში ცრემლსადენმა გაზმა დაფარა პარლამენტის მიმდებარი ტერიტორია, ნესტან, ასევე რუსთაველის კინოთეატრთან ტროტუარზე ჩამოსახლოვთან კი ესე ბოროტები, ყველა ბოროტი ამას დახსევებს იყვება. ხედავთ სასტრაფო დახმარების მანქანას. მოქალაქეები გარბიან, აი მე ვხედავ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან ტროტუარზე. მოქალაქეთა ჯგუფი მირბის, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ სავარაუდოდ კიდევ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი. მანამდე ცრემლსადენი გაზის გამოყენებამდე სპეცრაზმი იყენებდა წიწაკის სპრეის, რომელიც ასევე საკმაოდ რთული ასეტანია, თუმცა ცრემლსადენი გაზის მასშტაბები რა თქმა უნდა სულ სხვა არის და აი ჩვენც მეწვის თვალები მიჭირს საუბარი, რაც იმას ნიშნავს, რომ აი სასტრაფო დახმარების მანქანა. სადაც უწევენ დახმარებას იმ ადამიანებს,
რომლებმაც გაზის ეფექტი გამოსცადეს საკუთარ თავზე. აი ხედავთ თქვენ რთულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს და მე გეტყვით რომ ჩვენ ფაქტობრივად რუსთაველის გამზირი დავტოვეთ უკვე და ჩამოვედით ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და აი ეს ეფექტი შეიძლება მოგყვება. ბოდიშს გიხდით რომ ძალიან რთული არის საუბარი მოქალაქეთა ჯგუფმა როგორც ხედავთ შეიცვალა ადგილი და გადმოვიდა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ისინი ახველებენ თვალებიდან ზდით ცრემლი ზოგიერთს უჭირს სუნ თქვა ალბათ და ასევე დაინახეთ სასწრაფო დახმარების მანქანები რომლებიც პირველად ეს და სასწრაფო ზექიმები რომლებიც დახმარებას უწევდნენ იმ ადამიანებს რომლებმაც გამოსცადეს საკუთარ თავზე გაზის ეფექტი. ეს არ არის პირველი შემთხვევა დღეს, როდესაც სპეცრაზმა გამოიყენა დიდი რაოდენობით ცრომსადენი გაზი, მანამდე დაახლოებით 23 საათი და 30 წუთზე იყო. პირველი ტალღა ასე ვთქვათ, როცა გაუშვეს გაზი დიდი რაოდენობით. თუმცა მას შემდეგ ადამიანებმა დაიწყეს კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნება. აი როგორც ხედავთ, ახლა ჩვენ ვიმყოფებით ეროვნულ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან. სანამ დავტოვებდით რუსთაველის გამზირს, ჩვენ ვიმყოფებოდით რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანს შორის ტერიტორიაზე, სადაც იყო მობილიზებული დიდი რაოდენობით სპეცრაზმის სპეციალური აღჭურვილობით და წყლის ჭავლის მანქანით და ანალოგიური სურათი იყო პარლამენტის შენობასა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს შორის. მინიმუმ 2 ლოკაციაზე იმყოფებოდა სპეცრაზმი. ამის შემდეგ უკვე დაიწყო ცრომსადენი გაზის სროლა, სავარაუდოდ ჩიტაძის ქუჩის მხრიდან. რის შემდეგაც ეს გაზი გავრცელდა მთელ გამზირზე და შეუძლებელი გახდა იქ გაჩერება. მე ვერ გეტყვით ამ წუთას გამზირზე რა ხდება, რადგან შედარებით მოშორებით ვართ და მოგვიანებით შევეცდებით რომ ისე მივუახლოვდეთ, თუმცა აი მოქალაქეების ის ნაწილი, რომლებიც ამ დრომდე იმყოფებოდნენ გამზირზე, გადმოვიდნენ მოშორებით ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარედ. შევიყვანო შეიძლება? ბატონო. თუ გინდათ ცოტა ხანი სანამ გადაივლის და შემდეგ მოგიყვეთ უბრალოდ რა იყო და როგორ იყო. ხო, აი, ჩვენ ვიყოფებით ახლა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარედ და გავისაუბრებთ ადამიანს, რომელმაც ჩვენთან ერთად სავარაუდოდ დატოვა რუსთაველის გამზირი და აქეთ გადმოვიდა, რომ გითხრათ აი ეს ბოლო მომენტებში რა ხდებოდა და როგორ დაიწყო ეს გაზის მორიგი ტალღა, ასე ვთქვათ, რამაც აიძულა ადამიანები რომ გადმოსულიყვნენ აქ. რა მოხდა მანამდე? ისიც არის, აქეთ მხარეს ჩიტაძეს უბრალოდ მშვიდობიანად იყვნენ ადამიანები მობილიზებულები, მაგრამ იქით მხარეს უკვე იმ ათეულობით შეიძლება 100 სპეცრაზმების კი იდგა. ხო, მე მომდენო პარალელური მეორე მხარე, ასე ვთქვათ, იყო ფეიერვერკები გაუშვეს ადამიანებმა რა, დემონსტრანტებმა და ამას მოყვა უკვე შემდგომ ყველა მხრიდან, ასე ვთქვათ, ისროლეს ეს აირი და შემდგომ უკვე ჩამოვიდა ყველა ფერის, ვინც როგორ შეძლო და რამდენიმე ადამიანი ძალიან ცუდად გახდა და წავიდათ და ნუ იქ სასწრაფო გავუწევდა. გასაგებია, დიდი მადლობა.
ძალიან დიდი მადლობა. მოისმინეთ მონაყოლი ადამიანის რომელიც ასევე იყვებოდა რუსთაველის გამზირზე იმ მომენტში, როცა დაიწყო სამსადენი გაზის გასროლა საკმაოდ დიდი ოდენობით. თქვენ ხედავთ სასტრაფო დახმარების მანქანებს და შევეცდები რომ უფრო ახლოდან გაჩვენოთ, აი. ამ პროცესთან სდევს ხმა სიტყვიერი გაფრთხილება, რომელსაც მოუწოდებენ მოქალაქეებს რომ დაიშალონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება სპეციალური ზომები. და ეს ზომები, რაც დღეს ჩვენ ნახეთ, აი აქ არიან პოლიციელები. რომლებზეც ასევე იმოქმედა ცრემლსადენი გაზის ეფექტმა. აი. სპეციალური საშუალებებიდან დღეს გამოიყენეს წყლის ჭავლი, გამოიყენეს ციტაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, ეს მინიმუმ ის რაც ჩვენ დავინახეთ. მე როგორც უკვე გითხარით, მოქალაქეები მას შემდეგ რაც მანამდეც არაერთგზის ეს საშუალებები გამოიყენეს, მოქალაქეები ბრუნდებოდნენ რუსთაველის გამზირზე და ხელახლა იკრიბებოდნენ. ახლა რა მოხდება? ვერ ვიტყვით წინასწარ. ადამიანები პერიოდულად ისევ სკანდირებენ. სალამი. შენ არ მითქვა? მე გასაგებია საერთოდ რომ ვისაუბრეთ ერთი წუთი რომ მოვუყეთ რა მოხდა თუ შეიძლება. კი, შეიძლება. დიდი მადლობა. ძალიან რეალურად მინდა თქვა ყველაფერი რაც იყო რა. გამოვედით ადამიანები მშვიდობიანად გაგვეპროტესტებინა ესე ვთქვათ რუსეთად ოფიციალურად გაფორმება და შემდგომ მოხდა ის რომ ყველა მხრიდან არიან უკვე ეს რობოკოპები, რაღაც ციტაკის სპრეის უშვებენ და ყველანაირად ცდილობენ რომ დაგშალონ. მე მოხდა ის რომ პირველად როცა მოგვაწყვნენ და ეს ცრემლსადენი გაზებით ციტაკის სპრეი გაუშვეს, ვიღაცები გაღიზიანდნენ და აქედანაც დაუწყეს რაღაცების სროლები და ჩვენ მივედით და ვცდილობდით რომ გაგვენეიტრალებინა ეს სიტუაცია და აგვეცნა რომ ქვების სროლით და ისევ ჯოხებით და ქვისხანით წინ ვერ წავალთ და ვერ ავაშენებთ დემოკრატიას და შემდეგ აი ამ პროცესში რომ ვიყავით და რომ ჩავამშვიდეთ სიტუაცია და მართლა მშვიდობიანად რომ მიმდინარეობდა ყველაფერი, ისევ წამოვიდნენ ორივე მხრიდან გაუშვეს ეს ცრემლსადენი გაზები და გვაფრთხილებენ რომ წავიდეთ თორე შეგოსხავენ წყალს და რა. ვაპირებთ წასვლას თქვენ. ჯერჯერობით არ ვაპირებთ წასვლას, საგამდეც გავძლებ, შევეცდები რომ ვიყო აქ, მაგრამ ყველას მინდა მოუწოდო რომ მშვიდობიანად მოვიქცეთ ჩვენ და არ დავემსგავსოთ მათ და არ გადაიზარდოთ ეს ყველაფერი სამოქალაქო დაპირისპირებაში, აი ამას ვთხოვ ყველას. მესმის და ბოლოს კითხავთ ვთქვათ აქ იყვნენ ადამიანები. აუ ბოდიშკისთვის აზრს ვერ ვაყალიბებ. არა, ჩვენივრად საუბრობთ. უბრალოდ აქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ციტაკის სპრეის ეფექტი გამოსცადეს საკუთარ თავზე, გაზის, წყლის ჭავლი მოხდათ ან თქვენს შემთხვევაში როგორ იყო რა? შემთხვევაში მე მგონი ყველა ჯერზე მომიწია ამ ყველაფრის თქვა და რა შევისახით მე ზევიყიდე და ის დავლიე და შედარებით გამოკეთდი და ახლა არ ვიცი რა იქნება. მინდა ვთხოვო ყველას რომ მაქსიმალურად მშვიდობიანად ვიყოთ და მაქსიმალურად გაუფრთხილდით საკუთარ თავებს და ნუ შეასწრებით თავით, იმიტომ რომ ჩვენი სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია და ჭირდება მოთმინება, რომ მოთმინებით მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე და არა ქვების სროლით. ძალიან გთხოვთ, მიყვარხართ და დიდი ბოდიში და დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, თქვენ უსმენდით მოქალაქეს აქციის მონაწილეს, რომელმაც მოგვიყვა რა ხდებოდა ადგილზე და აი ერთი წამით მე ვხედავ ახლა ადამიანების ჯგუფს, რომლებიც კვლავ რუსთაველის გამზირისკენ მიდიან. რა ხდება ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ გამოვერიდეთ სიტუაციას მას შემდეგ, რაც შეუძლებელი გახდა იქ გაჩერება. ეფექტები რაც ცრემლსადენ გაზს ახასიათებს, ძირითადად ეს არის
ჰაერის უკმარისობა, ეს არის თრემუდენა, წვა თვალების სახის შესაბამისად ძალიან ართულებს არა მხოლოდ იმ არეალში, სადაც თქვათ დავარდა კაფსულა, არამედ გარშემოთ ძალიან სწრაფად ვრცელდება თრემუცადენი გაზის ეფექტი. აი მე გაჩვენებთ ახლა ამასობაში ეს წყლის ჭავლის მანქანა, სპეციალური დანიშნულების რაზმი უკვე არიან ფაქტობრივად ჩიტაძის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კიდეზე. აი უკვე ფაქტობრივად რუსთაველის გამზირზე. აი ხედავთ თქვენ კადრში. რუსთაველის გამზირზე არიან, კი, ნამდვილად რუსთაველის გამზირზე არიან. აქციის მონაწილეები არიან გაშივნი როგორც გამზირზე, ასევე ტროტუარებზე. დგანან ქვემოთაც ნახეთ ბიბლიოთეკასთან. აი ფაქტობრივად სპეცრაზმი განლაგდა რუსთაველის გამზირზე. თუ აქამდე ისინი ძირითადად მობილიზებულნი იყვნენ ზედა ქუჩებზე, მობილიზებულნი იყვნენ და გონი რომ არიან, აი წამოვიდნენ ფარებზე ხელკეტების რწყმით. ეს სცენები ჩვენ გვახსოვს უწინდებიდანაც, უახლოესი წარსულიდან. ფაქტობრივად სპეცრაზმა დაიკავა რუსთაველის გამზირი. ასევე აქ არის სპეცმანქანა, აი 1, 2, იქით არის მესამე და მეტი კიდევ. მინიმუმ 4-ს ხედავ. შესაბამისად ის სპეცრაზმელები, რომლებიც აქამდე მობილიზებულნი იყვნენ ზედა ქუჩებზე, ახლა დგანან რუსთაველის გამზირზე. იმას ფარი მაინც მიეც. ვენი დედა მოხდა. ტელეფონი გირეკა. აი სახანძრო მანქანა მოდის იქ მხრიდან. აკმელებს შეხედიდან გვერდზე. ეს შეგვიდა. რატომ შენიერი ინტერნეტი? შენთან არ შედი. არა, პროსტა შედი. აქ შედი. ო, მაგრამ ხუჩაში. აი ჩამ. აი ხო არის. ჩამოკიდე. ჩამო. რეაქციები მანახე. ოკეი. აი ხედავთ სახანძრო მანქანას, მის გარშემო დგანან მოქალაქეები, ადამიანების ნაწილი აქ მღერის როგორც ხედავთ და აი ხედავთ პოლიციელებს, რომლებიც გამოვიდნენ აი სპეცრაზმის შემადგენლობის უკანა მხრიდან და ისინი მხოლოდ უნიფორმებში არიან, ფარების და სპეციალური ავტომობილების გარეშე, ინაცვლებენ სხვა ტერიტორიაზე, ჯერ უცნობია სად. და სპეცრაზმი ადგილზე რჩება. შორი ლაპარაკებ ერთი ნეტ გაგიძებათ მაგრამ
აი თქვენ ხედავთ სპეცრაზმის შემადგენლობას, რომელიც მთელ გამზირზე გაიშალა მტკრივად, მათ უკანაც არიან ძალოვნები და იქით გადადიან ახლა უპროფესორად მაპატიეთ ფორმიანი პოლიციელები, თუმცა სპეციალური აღჭურვილობის გარეშე სადმიდიან არ ვიცით. აქ მოქალაქეთა ჯგუფი კვლავ დგას გზაზე, ასევე ტროტუარებზე და კიდევ გამოდიან პოლიციელები. აი და თქვენ ხედავთ რომ ბარიკადებს ალაგებენ, ადამიანების ჯგუფი ბარიკადებს ალაგებს გზაზე. აი ბარიკადებს ალაგებს და ხო აი ხედავთ ბარიკადების მწკრივს, აქეთ ხედავთ სპეცრაზმს, აქ არიან მოქალაქეები არა მხოლოდ გზის სავალ ნაწილზე, არამედ აი მიმდებარედაც ტროტუარებზე და პერიოდულად ისმის ხმა, სიტყვიერი გაფრთხილება, რომელიც მოუწოდებს მოქალაქეებს დაშლისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებები. ამის კაი ფოტო გამოვიდა. უკაცრავად, ხელში რა გიკავებთ? ეს პლასმასის ხელბურკილია? აი ხედავთ თეთრი ფერის სავარაუდოდ ეს გავს პლასმასის ხელბურკილს. არის ორი ხო? всё, да? აი თქვენ ხედავთ იმ ადგილას, სადაც ბარიკადები დაალაგეს ადამიანებმა, იქ არის მობილიზებული დემონსტრანტთა ჯგუფი და მეორე მხარეს, როგორც დაგანახეთ უკვე, სპეცრაზმის საკმაოდ დიდი რაოდენობა. სკანდირებენ, როგორც ხედავთ, პოლიციის მიმართულებით და აი ადამიანების ორი ადამიანი გზის სავალ ნაწილზე დაჯდა, ნაწილი ფეხზე დგას, ნაწილი ბარიკადებს იქით, ნაწილი აქეთ მხარეს და იქით სპეცრაზმი. ერთი არის სახანძრო, ერთი არის სპეცჭავრი. ის არ ვიცი. მე ვიცი აუ ისევაც გააჩუმეთ აზრიანა ხოხედა
მე შეგახსენებთ როგორ ვითარდებოდა მოვლენები დღის განმავლობაში, ყველაფერი დაიწყო დილის საათებში, როცა პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეიკრიბა მოქალაქეების არც თუ დიდი ჯგუფი შეიძლება ითქვას. რის შემდეგაც უკვე შუა დღისას ეს აქცია დაიშალა და მას შემდეგ რაც აქცია დაიშალა, მმართველმა გუნდმა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან გაიჟღერა ინიციატივამ, რომ დღეს ხომ არ განეხილათ რუსული კანონპროექტები, ეგრეთ წოდებული უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ, რომლის განხილვასაც პლენარულ განხილვას გულისხმობ აპირებდნენ 9 მარტს. ეს მოხდა კიდეც ასე, თუმცა სანამ ეს მოხდებოდა და სანამ განხილვა კონკრეტული შედეგებით დასრულდებოდა, მას შემდეგ რაც მმართველი გუნდის მხრიდან გაიჟღერა ამან რომ დღეს მოხდებოდა, დღეს განიხილავდნენ პლენარულად ამ კანონპროექტებს, ის ადამიანები, რომლებიც მანამდე დაიშალნენ, დაბრუნდნენ უკან, მათ დაემატნენ სხვა მოქალაქეებიც და დღის განმავლობაში მოქალაქეთა რაოდენობა პარლამენტის უკანა შესასვლელთან იზრდებოდა. ისინი შეკრებილნი იყვნენ საპროტესტო პლაკატებით, სასტოენებით, საყვირებით, დასარტყამი ინსტრუმენტებით და ასე ცდილობდნენ, რომ გაეპროტესტებინათ რუსული კანონპროექტები. რომელთაც მმართველმა გუნდმა პირველი მოსმენით დღეს მხარი დაუჭირა. ამ დროს დემონსტრანტები უკვე გადმოსულნი იყვნენ რუსთაველის გამზირზე, წინა მთავარ შესასვლელთან და მათი რაოდენობა იყო საკმაოდ დიდი, რუსთაველის გამზირი იყო გადაკეტილი და ამის შემდგომ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მხარი დაუჭირეს პირველი მოსმენით ამ კანონს, პარლამენტის კიბიდან ითქვა, რომ მოდით გაიჟღერა იდეამ, რომ წრე დაერტყათ პარლამენტისთვის და მოქალაქეები დაიზრნენ კიდეც პარლამენტის სხვადასხვა მხარეს. რის შემდეგაც მალევე დაიძაბა ვითარება პირველ სკოლასა და პარლამენტს შორის მაგალითად, სადაც სპეცრაზმი გამოიყვანეს მალე და მალევე გამოიყენეს ასევე ციტაკის სპრეი. შემდგომ უკვე წყლის ჭავლი, უკვე შემდგომ კი ხელმოსადენი გაზი. რამდენიმე საათის განმავლობაში ვითარდებოდა ეს პროცესები, მოქალაქეები კონკრეტული ადგილებიდან სპეციალური საშუალებების გამოყენების ფონზე იშლებოდნენ, შემდგომ ისევ იკრიბებოდნენ. და 23 საათი და 30 წუთისთვისაც საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი რუსთაველის გამზირზე, ისევე როგორც გვერდითა ქუჩებზე. პოლიციის მოძრაობას ხედავთ თქვენ? ხოთი არ ვიდიო. რა ხდება? აი, თქვენ ხედავთ, რომ პოლიციელები მიუახლოვდნენ იმ ადგილს, სადაც რამდენიმე ბარიკადი დაალაგეს მოქალაქეებმა და ნაპირშია უკვე ჩაწეული ეს ბარიკადები. აქედან სკანდირებენ ტროტუარიდან პოლიციის მისამართით, ჯერჯერობით მოძრაობაში არიან ფორმიანი პოლიციელები სპეციალური აღჭურვილობის გარეშე, ფარებისა და ჩაფუტების გარეშე, თუმცა ფარები და ჩაფუტები ან სპეცრაზმელებს თქვენ ქუჩის მეორე მხარეს ჯერჯერობით უძრავად მდგომებს ხედავთ. აი თქვენ ხედავთ სპეცრაზმელებს, რომლებიც პოლიციის მანქანაში აალაგებენ თუ პირიქით ერთი წამით, აი ხედავთ. აალაგებენ თავის აღჭურვილობას. საით პოლიცია გადმოვიდა ქუჩაზე კინოთეატრ წამით კინოთეატრ ამირან უკაცრავად კინოთეატრ რუსთაველსა და ეროვნულ მუზეუმს შორის ქუჩა არის ახლა ეს, სადაც არიან პოლიციელები, ასევე არიან მოქალაქეები, სამოქალაქო პირები.
საკმაოდ დიდი რაოდენობით სამართალ თავდამცავები არიან მობილიზებულების, სპეციალური დანიშნულების რაზმი, პოლიცია. თქვენ ხედავთ, არ ვიცი კაცში რამდენად ჩანს, თუმცა გალერეა თბილისის მიმართულებით გადაადგილდება ერთი ჯგუფი, ასევე აი აქ დგას პოლიცია, იქით დგას სპეცრაზმი. საკმაოდ დიდი რაოდენობაა და ერთი წამით აი ეს გზის სავალ ნაწილიდან გადაყავთ მოქალაქეები, აი პოლიციელი მოუწოდებს ერთ-ერთ მოქალაქეს, რომ მისი უსაფრთხოებისთვის, როგორც ამბობს, გადავიდეს გზის სავალი ნაწილიდან და ამ ეტაპზე ფაქტობრივად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე აქეთ მხარეს, როგორც ხედავთ, განან პოლიციელები. მოქალაქეები ძირითადად გვერდითა ქუჩაზე, ტროტუარზე, უბრალოდ გაზონზე აი აკავებენ მოქალაქეს ერთი წამით აი შეიძლება ითქვას, რომ რუსთაველის გამზირი დაიკავეს პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა. მოქალაქეთა ჯგუფი, რომელიც გზის სავალ ნაწილზე იმყოფებოდა რამდენიმე წუთის წინ, აი ეს ბარიკადები, რომლებიც მათ გაშალეს, ჩაანაცვლეს პოლიციელებმა. ამ წუთას მოქალაქეები ძირითადად უყურებენ, თვალსადევნებენ რა ხდება, ზოგიერთი ადამიანი პოლიციელებს ესაუბრება და ამ წუთას ასეთი სურათია, გამზირზე დგანან პოლიციელები და სპეცრაზმელები და მოქალაქეთა ჯგუფი დგას ეროვნულ მუზეუმსა და კინოთეატრ რუსთაველს შორის, ასევე შეიძლება ცოტა უფრო ქვემოთაც. აქ
ორი თალი მემაგდა ერთი აქეთთან არ არის მინდა ნორმალურ ცივილურ ქვეყანაში ვიყო. მინდა რომ შემიშვილი მოგამოვა. ხუთასი ალისია კრიმინალის არის. ალისია მინდა რომ შემიშვილი. ყველაფერი მინდა რომ ბანკში შემდიოდი და ტრანსფერული გაბეჭდა. ბანკში რომ შევედი. მისასტაგიო სურათი გადაღებული და ტერორისტი მოგდა. კაცს აკავებენ, რომელიც მანამდე ეკამათებოდა პოლიციელებს. აი ხედავთ თქვენ. გავიხედავ აქედან.
თუ რატო არის ეს გაუთავებელი ხმა მაშინ? მადლობა. იქით ქუჩაზე რა ხდება? უნდა ნახოთ ამგონა რა. თუ რა ვქნა? Dani ყველა წამოდი, ისანი დაერჩება, Dani დაიზარდა. რა არის? Go. აგონდით რა, არ გააბუჭოს, გაზონი არ შეიძლება რა. იქიდან მომუვარ. აქ არ შეიძლება, აი, ეს ყველაფერი ის არის, მოვლენია რა. რა არის? ბალახიდან დაწყებული. ადარბზანი. საით. გამოდი. საით. აი იქეთ გადა. ტროტუარზე? ყველაფერი კვარტალზე. გამომძანდი და იქ გადა. ტროტუარზე? აი გამოიწია. ხო, გაახერე. აღარდა. ოკეი. თუმცა მეორე მხრიდან ისმის სტვენა. მეორე მხრიდან ისმის სტვენა. აქეთ არის სიმშვიდე, თუმცა მეორე მხრიდან ისმის სტვენა და ასევე გვესმის სიტყვიერი გაფრთხილება დაშლისკენ მოწოდება. ისე სტვენა ისმის, ხო? ასე რომ ახლა გადავინაცვლებთ იქით და ვეცდებით გაჩვენოთ რა ხდება. იქ ყובה გავიგოთ ხარზე. იმაში აი ეს არის ჩიტაძის ქუჩა პარლამენტსა და სასახლეს შორის, სადაც კიდევ რამდენიმე საათის წინ საკმაოდ დაძაბული ვითარება იყო. სწორედ იქიდან გაუშვეს წყლის ჭავლი, რამოსადენი გაზი გამოიყენეს. ახლა ეს ქუჩა ფაქტობრივად ცარიელია. სპეციალიზმი, რომელიც იქ იყო, რუსთაველის გამზირზე გადმოვიდა. მოქალაქეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე იყვნენ შეკრებილნი, ახლა ფაქტობრივად აღარ არიან გამზირზე, თუმცა აი ქაშვეთის მხრიდან ისმის პერიოდულად სტვენა და გაფრთხილება სიტყვიერი აქციის მონაწილეებისადმი, რომ დაიშალონ. ადამიანს აკავებენ, რომელსაც აი ყურებთ, რომ ეს არის სავარაუდოდ პლასტმასის ხელბურკილი.
აი თქვენ ხედავთ space ტექნიკას, ხედავთ space razms და სიტყვიერი გაფრთხილება ისმის. აქეთ ამ მხარეს არიან ადამიანები შეკრებილნი და აი მობილიზებას ხედავთ, აქ არის სპეცრაზმი, აქ არის სპეც ტექნიკა, ისმის სიტყვიერი გაფრთხილება, დაშლისაკენ მოწოდება, მეორე მხრივ ისმის ტვენა დემონსტრანტების მხრიდან. აი, იქით ჩხუბია, იქით არის სპეცრაზმი მისდევს და ჩავარდა, აი ადამიანი, რომელიც ქაშვეთის ღობეზე იდგა და იქით არის დაძაბული სიტუაცია. აქეთ ამ მხარეს არის ახლა დაძაბულობა. ეს არის აი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა და პარლამენტის მოპირდაპირ მხარეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა და ქაშვეთს შორის არის ეს ამბავი. აქეთ არის სპეცრაზმი და იქით იყო რამდენიმე წამის წინ დაძაბული ვითარება ქაშვეთის ღობესთან. სიტყვიერი გაფრთხილება კვლავ ისმის. ინაამბეთ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონის გათვალისწინებული ღონისძიებები მარცხნივ სამსახური და სამოქალაქო სივრცის დასაყარებლად. ხო, მოაიდოს წესის დამყარების ფაქტები, სარეზერვო აი იქით ამ მხრიდან ისმის ტვენა კი ქვედა მხრიდან. ახლა ჩვენ ვიმყოფებით აი პარლამენტის მოპირდაპირ მხარეს ქაშვეთან ქუჩის დასაწყისში და ქვედა მხრიდან ისმის სტვენა. ინაამბეთ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონის გათვალისწინებული ღონისძიებები მარცხნივ სამსახური და სამოქალაქო სივრცის დასაყარებლად. ხო, მოაიდოს წესის დამყარების დაცვის ფაქტები, სარეზერვო და იქით არის? არა. მე აქეთ ხედავთ. მოხალხეა. ხო, დაიშალა. ინაამბეთ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონის გათვალისწინებული ღონისძიებები მარცხნივ სამსახური და სამოქალაქო სივრცის დასაყარებლად. ხო, მოაიდოს წესის დამყარების დაცვის ფაქტები, სარეზერვო და მოხალხეა. ხო, დაიშალა. ინაამბეთ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონის გათვალისწინებული ღონისძიებები მარცხნივ სამსახური და სამოქალაქო სივრცის დასაყარებლად. ხო, მოაიდოს წესის დამყარების დაცვის ფაქტები, სარეზერვო და მოხალხეა. ხო, დაიშალა. ინაამბეთ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონის გათვალისწინებული ღონისძიებები მარცხნივ სამსახური და სამოქალაქო სივრცის დასაყარებლად. ხო, მოაიდოს წესის დამყარების დაცვის ფაქტები, სარეზერვო და მოხალხეა. ხო, დაიშალა. ინაამბეთ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონის გათვალისწინებული ღონისძიებები მარცხნივ სამსახური და სამოქალაქო სივრცის დასაყარებლად. ხო, მოაიდოს წესის დამყარების დაცვის ფაქტები, სარეზერვო და მოხალხეა. ხო, დაიშალა. ინაამბეთ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონის გათვალისწინებული ღონისძიებები მარცხნივ სამსახური და სამოქალაქო სივრცის დასაყარებლად.
ხალხ მოარიდოს წესრიგის დამყარების დაცვის ბალკები, ხალები და მოქალაქე ხალხ დაიშალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონის გათვალისწინებული ღონისძიებები მარცხნივ სახსასრები და სამოქალაქო სიმშვიდის დასაყარებლად. ხალხ მოარიდოს წესრიგის დამყარების დაცვის ბალკები, ხალები და მოქალაქე ხალხ დაიშალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონის გათვალისწინებული ღონისძიებები მარცხნივ სახსასრები და სამოქალაქო სიმშვიდის დასაყარებლად. ხალხ მოარიდოს წესრიგის დამყარების დაცვის ბალკები, ხალები და მოქალაქე ხალხ დაიშალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონის გათვალისწინებული ღონისძიებები მარცხნივ სახსასრები და სამოქალაქო სიმშვიდის დასაყარებლად. ასეთი ვითარება არის ამჟამად პარლამენტის მიმდებარე და განუწყვეტლივ ისმის მოწოდება აქვს დარჩენილი მოქალაქეებისადმი, რომ დაიშალონ ადამიანები საპასუხოდ. ისმის ტვენა, ისმის შეძახილები და მეორე მხრივ აქეთ დგას სპეცრაზმი და სპეცტექნიკა. აი ერთი წამით არ ვიცი კადრში რამდენად ჩანს, თუმცა ადამიანების გარკვეული რაოდენობა არის ამჟამად ქუჩის ქვედა მხარეს. ვიმყოფებით კიდევ ერთხელ გეტყვით, ეს არის ქაშვეთსა და მუზეუმს ყოფილ მხატვრის სახლს შორის ქუჩა, პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს. ერთ მხარეს დგას სპეცრაზმი რუსთაველის გამზირის მხარეს, ქუჩის ქვედა მხარეს დგანენ მოქალაქეები, რომლებიც პერიოდულად სკანდირებენ, უსტვენენ და უკმაყოფილებას გამოხატავენ ამ ფორმით. რუსები ხართ, ეს შეძახილი ისმის ამ წუთას. სპეცრაზმელთა მისამართი. ადამიანების გარკვეული რაოდენობა არის დარჩენილი ქვედა მხარეს ქუჩის. ზემოთ ამოდიან ადამიანები, როგორც უყურებთ, ზემოთ ამოდიან და აი სპეცრაზმაც მყისიერად ფარები აღმართა. ის პოლიციელები, რომლებიც აღჭურვილობის გარეშე არიან, გვერდზე გადადიან. თუმცა ეს ადამიანების ეს ჯგუფი გაჩერდა, დემონსტრანტების ეს ჯგუფი ქუჩის შუაში. ისინი სკანდირებენ პოლიციის მისამართით, უსტვენენ, ისმის სიგნალი, კრავენ ტაშს.
ვინც ახლა შემოგვიერთდა, შეგახსენებთ, რომ ეს არის თბილისი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, პარლამენტის მეორე მხარე, ყოფილ მხატვრის სახლსა და ქაშვეთს შორის ქუჩა. რუსთაველის გამზირი ახლა ფაქტობრივად დაცლილია დემონსტრანტებისგან, რამდენიმე საათის წინ აქ სულ სხვა ვითარება იყო, ახლა რუსთაველის გამზირზე დგას სპეცრაზმი, დგას პოლიცია და ადამიანების გარკვეული ჯგუფი დგას აი ამ ქუჩაზე, ქაშვეთსა და ყოფილ მხატვრის სახლს შორის. ისმის შეუათ ყოფილი შეძახილებიც აქ შუაში სპეცრაზმსა და დემონსტრანტებს შორის დგანან პოლიციელები აღჭურვილობის გარეშე. ესეთი ვითარება ამ მომენტისთვის. იქ ადამიანები საქართველოს დროშას აფრიალებს ერთ-ერთი დემონსტრანტი. იქით პოლიციის მანქანებია, აქ სპეცტექნიკა და სპეციალური დანიშნულების რაზმი. შუაში არიან პოლიციელები, უნიფორმებით თუმცა აღჭურვილობის გარეშე. და პერიოდულად ისმის შეძახილები, უკმაყოფილო შეძახილების ტვენა და ასე შემდეგ. აი პოლიციელების ჯგუფი უახლოვდება მოქალაქეებს, ესენი არიან პოლიციელები სპეციალური აღჭურვილობის გარეშე, მინიმუმ ერთ მათგანს ეკავა ფარი, როგორც მე დავინახე. აი და ბოთლი ისროლეს, სხვადასხვა საგნებს ისრიან, აი ქვა მაგალითად სხვადასხვა საგნებს ისრიან და ცოტა სახიფათო არის აქ გაჩერება. აი პოლიციელთა ამ ჯგუფმა რომელიც მანამდე წავიდა დემონსტრანტებისკენ, უკან დაიხია, მას შემდეგ რაც სხვადასხვა საგანი ისროლეს, ერთ კაცს აკავებენ, როგორც ხედავთ. პოლიციელები ისე უახლოვდებიან დემონსტრანტებს, როგორც ხედავთ თქვენ, მას შემდეგ რაც უკან დაიხიეს სხვადასხვა საგნების სროლის ფონზე მეორე მხრიდან. მათ შორის ის საგნები, რაც აქეთ წამოვიდა პოლიციელებისკენ, იყო ქვა, მინის ბოთლი და თუ არ ვცდები, პლასმასის ბოთლიც. Why? აი ხელებზე ფარებენ. აუზე არ ვიცი კაცი რამდენად ჩანს, თუმცა მე გეტყვით რომ ერთ მხარეს აქეთ დგას პოლიცია, იქით მეორე მხარეს დგანან მოქალაქეები.
გაშლილია პლაკატით, თუმცა რთულია წაკითხვა რა წერიაზე. ხალხი? ვერ ვიდა მარჩას. თქვენ კიდევ ერთხელ გეტყვით რომ აქ იდგა სპეცრაზმის სპეციალური აღჭურვილობით, თუმცა ის ძალოვანთა ის ჯგუფი, რომელიც აი ამ ქუჩაზე შეკრებილ დემონსტრანტებს უახლოვდება, ესენი არიან პოლიციელები სპეციალური აღჭურვილობის გარეშე. ერთ მათგანს თუ არ ვხვდები, უნდა ეკავოს ფარი, სხვა მხრივ და არ უკეთიათ ჩაფხუტები, აი წინაღები და ასე შემდეგ. ამ ჯგუფმა რამდენიმე წუთის წინ უკან დაიხია, მას შემდეგ რაც მათი მიახლოებისთანავე დემონსტრანტების მხრიდან სხვადასხვა საგნები ისროლეს, თუმცა ახლა გარკვეულწილად კვლავ მიუახლოვდა. სპეცრაზმთა ერთი ნაწილი იცვლის ადგილს, სად მიდიან არ ვიცით. სპეცრაზმი აი როგორც უყურებთ ეს ერთი წამით სპეცრაზმი ერთი ნაწილი გადმოვიდა ქუჩაზე, ეს უფორმო პოლიცია უკაცრავად ფორმიანი პოლიციელები, თუმცა სპეციალური აღჭურვილობის გარეშე ეს ჯგუფი, რომელიც მანამდე იქით გადავიდა, ახლა ტოვებს ამ ქუჩას, დემონსტრანტები ამოდიან უფრო ზემოთ და სპეცრაზმის ერთი ნაწილი წამოვიდა უფრო ქვემოთ. აი ფაქტობრივად ახლა მანძილი ძალიან შემცირდა სპეცრაზმსა და დემონსტრანტებს შორის და ერთი წამით აი როგორც უყურებთ გაზი დაიყვირეს, გაზი. აკო არა, უსაფრთხოები რომელია? გადავინახოთ მე, არა, ვერ იტალიაში, აი ჩვენი კოლეგები ხომ მუშაობენ, უყურეთ ოპერატორები. არ დაზიანდა. ჩამოდი დაბლა. სასწრაფოდ ეხლავე. ეხლავე დაბლა. როგორც ხედავთ, არ გვაძლევენ სრულფასოვნად მუშაობის საშუალებას, ჩვენივე უსაფრთხოებით ხსნიან ამ ფაქტს. სად უნდა დადგეს პრესა? რანაირად გეშლი ტროტუარზე გომით? დაიშალ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლმსიტის საფსაბელი და სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად. ხოლო მოარიდოთ წესრიგის დამყარების დაცვის ბალფები, თალები და ავიდა. მოქალაქეები, ხოლო დაიშალ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული ღონისძიებები მართლმსიტის საფსაბელი ოპერატორი სიმშვიდის დასამყარებლად. ხოლო მოარიდოთ წესრიგის ისინი ხო ბრანან? მოქალაქეები, ხოლო დაიშალ.
წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გაფორმებული ღონისძიებები ცრემლსადენი გაზია. ჩვენ აღარ მოგწეს იქ გაჩერების საშუალება. მოარიდოთ დამყარებს გაზეთ ეს არის ცრემლსადენი გაზი, როგორც ხედავთ. მოხალხე ხოთ დაიშალ წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლმსაჯულის ადიანი და სამოქალაქო სივრცის დასამყარებლად. ხოთ მოარიდოთ წესრიგის დამყარების გაზეთ ბანკები, ხალები და მოხუცები. მოხალხე გაზია ხოთ დიდი რა. დაიშალ წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლმსაჯულის საფსაფლად და სამოქალაქო სივრცის დასამყარებლად. ხოთ მოარიდოთ წესრიგის დამყარების გაზეთ ბანკები, ხალები და მოხუცები. ცრემლსადენი გაზია, როგორც ხედავთ, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს ისე. მოხალხე ხოთ დაიშალ წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლმსაჯულის საფსაფლად და სამოქალაქო სივრცის დასამყარებლად. ხოთ მოარიდოთ წესრიგის დამყარების გაზეთ ბანკები, ხალები და მოხუცები. მოხალხე ხოთ დაიშალ წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლმსაჯულის საფსაფლად და სამოქალაქო სივრცის დასამყარებლად. ხოთ მოარიდოთ ეს ქუჩა, როგორც ხედავთ, გაშვეცა და ხატრის საფსევრის ტერიტორია არის გაზში გახვეული და დემონსტრანტებიც აღარ ჩანან. მოხალხე ხოთ დაიშალ წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლმსაჯულის საფსაფლად და სამოქალაქო სივრცის დასამყარებლად. ხოთ მოარიდოთ წესრიგის დამყარების გაზეთ ბანკები, ხალები და აი სხვადასხვა საგნებს ისვრიან მეორე მხრიდან, როგორც ხედავთ, როგორც ჩანს. მოხალხე ავდგანენ ადამიანები და მეორე მხრივ აი წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლმსაჯულის საფსაფლად და სამოქალაქო სივრცის დასამყარებლად. ხოთ მოარიდოთ წესრიგის დამყარების გაზეთ ბანკები, ხალები და მოხუცები. მოხალხე ხოთ დაიშალ წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლმსაჯულის საფსაფლად და სამოქალაქო სივრცის დასამყარებლად. ხოთ მოარიდოთ წესრიგის დამყარების გაზეთ ბანკები, ხალები და მოხუცები. მოხალხე ხოთ დაიშალ წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სადარიან ის დემონსტრანტები, რომლებიც კიდევ რამდენიმე წუთის წინ აქ იდგნენ. ხოთ მოარიდოთ წესრიგის დამყარების გაზეთ ბანკები, ხალები და მეცრადნა მათ წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლსადენი მოხალხე აირი, რის შემდეგაც მოხალხეები დემონსტრანტები, რომლებიც აქ იდგნენ, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლმსაჯულის საფსაფლად და სამოქალაქო სივრცის დასამყარებლად. ხოთ მოარიდოთ წესრიგის დამყარების გაზეთ ბანკები, ხალები და მოხუცები. რაც შეეხება თვითონ რუსთაველის გამზირს, როგორც უყურებთ, აქ დემონსტრანტები აღარ იმყოფებიან ფაქტობრივად და სპეციალიზირებული პოლიცია გასაგებია. ქვეყნის მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლმსაჯულის საფსაფლად და სამოქალაქო სივრცის დასამყარებლად. ხოთ მოარიდოთ წესრიგის დამყარების გაზეთ ბანკები, ხალები და მოხუცები. მოხალხე ხოთ დაიშალ წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლმსაჯულის საფსაფლად და სამოქალაქო სივრცის დასამყარებლად. ხოთ მოარიდოთ წესრიგის დამყარების გაზეთ ბანკები, ხალები და მოხუცები. მოხალხე ხოთ დაიშალ წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლმსაჯულის საფსაფლად და სამოქალაქო სივრცის დასამყარებლად. ხოთ მოარიდოთ წესრიგის დამყარების გაზეთ ბანკები, ხალები და მოხუცები.
ის დემონსტრანტები, რომლებიც აქ იდგნენ ამ ქუჩაზე, ახლა აღარ ჩანენ, თუმცა ხმა ისმის შედარებით შორიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კვლავ არ დაშლილან. უბრალოდ გადაინაცვლეს შედარებით ქვემოთ, მას შემდეგ რაც გამოიყენეს აქციის გამოსადენი გაზი. Admin tara ise şey. Karaganı dediğimiz Evet. ქვემოთ ჩადის მეტრაზმის ერთი ნაწილი სავარაუდოდ იმ დემონსტრანტების გასაძებებლად ტერიტორიიდან, რომლებიც რჩებიან ადგილზე ისევ. ფარები გადაიფარეს ზემოდან, სავარაუდოდ იმიტომ, რომ პერიოდულად მათი მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისვრიან სპეციალიზმის მიმართულებით, რომელმაც აგერ დაუდგეს, აგერ. აი რომელმაც რამდენჯერმე გამოიყენა დღეს აქციის გამოსადენი გაზი და ისევ ხედავ კვამლს. Ai კვამლი. აი. აი გაზის ისვრიან ისო. ეს არის მიახლოებული კადრი. ანქანა აი მე ვხედავ რომ კიდევ უფრო მეტი რაოდენობით რომსადენ გაზს უშვებენ ქვემოთ უკვე სადაც არიან კონცენტრირებულნი სავარაუდოდ აქციის მონაწილეები, თუმცა მათი დანახვა აქედან ჭირს. ახლა ქუჩის ქვედა მხარე აქ გაზის კვამლში გახლავთ. აი სპეციალიზმელი არის შეუძლო და აი ხედავთ რომ მათაც მოქმედებს შემოსადენი გაზის ეფექტი, რომელსაც იყენებენ დემონსტრანტების წინააღმდეგ.
იყო? იყო. ასეთი ვითარება არის ამჟამად ადგილზე, გაზის კვამს ხედავთ რომ ჯერაც შეიმჩნევა, აქეთ სპეცრაზმი დგას. მინიმუმ რამდენიმე წუთის წინ ის დემონსტრანტები, რომლებიც ქუჩის ქვედა მხარეს ჩავიდნენ, მას შემდეგაც სპეცრაზმმა გამოიყენა ცრემლსადენი გაზი. მათი შეძახილები ისევ ისმოდა, თუმცა ამის შემდეგ კიდევ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ახლა რთულია იმის თქმა, თუ არის დემონსტრანტთა ჯგუფი კონცენტრირებული რომელიმე კონკრეტულ ადგილას, ყოველ შემთხვევაში აქედან ძალიან რთული არის ამის დანახვა. ჩვენ დავასრულებთ ამით პირდაპირ ეთერს, თუმცა რა თქმა უნდა დავრჩებით ადგილზე და რა თქმა უნდა დავრჩებით ადგილზე და განვაგრძობთ პროცესების გაშუქებას. შეგიძლიათ თვალიადავნოთ ჩვენს Facebook გვერდს, როგორც ბათუმელების ისე net-გაზეთის, ასევე ჩვენს web გვერდებს. ბათუმელები.net-gazeti.gi. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებთ.